კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ კურიერ 3 საათზე. ორკვირიანი ვადა რუსეთ-უკრაინის პრეზიდენტებს დასხდებიან თუ არა ერთმანეთის პირისპირ ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი. იმის მიუხედავად, რომ დაპირისპირებულები მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ, მათი შეხვედრის საკითხი ისევ ბუნდოვანია. რუსეთის პრეზიდენტი დღის წესრიგის გაწერას ითხოვს და დათქმებზე საუბრობს. მთავარი მომლაპარაკებელი კი გაბრაზებულია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კოლეგებს მოლაპარაკების მაგიდასთან დროულად დასხდომისკენ მოუწოდებს. იმ შემთხვევაში, თუ შეხვედრა ვერ შედგა, ამერიკის 57 პრეზიდენტი არ გამორიცხავს რუსეთს ახალი სანქციები დაუწესოს. დასავლეთში პროპაგანდა მუშაობს და ამბობენ, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ. ავიწყდებათ, რომ ომი 2014 წელს თავად დაიწყეს, როდესაც დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტანკებისა და თვითმფრინავების გამოყენება დაიწყეს. სწორედ მაშინ დაიწყო ომი და მის შესაჩერებლად ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. არის ქვეყნები, რომლებიც სუვერენიტეტის გარეშე მშვიდად არსებობენ. მთელი დღევანდელი დასავლეთ ევროპა პრაქტიკულად ასეთ სუვერენიტეტს მოკლებულია. ჩვენი მსგავსი ქვეყნებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სუვერენიტეტის შენარჩუნება შევძლოთ. სუვერენიტეტის დაკარგვის შემთხვევაში რუსეთი არსებობას შეწყვეტს. ჩვენი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან უკიდურესად დაბალ დონეზეა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამაზე უკვე ბევრჯერ ვისაუბრე, მაგრამ პრეზიდენტ ტრამპის მოსვლასთან ერთად ვფიქრობ, რომ გვირაბის ბოლოს წინათლი გამოჩნდა. იმედი მაქვს, რომ პირველი ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა, ჩვენი ურთიერთობების სრულად აღდგენის დასაწყისია. ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული შემდეგი ნაბიჯები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მოქმედი პრეზიდენტის ტრამპის ლიდერის თვისებები კარგი გარანტია იმისა, რომ ურთიერთობები აღდგება. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობის ტემპი ამ პლატფორმაზე შენარჩუნდება. ვნახოთ იმუშავებენ თუ არა ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთად. იცით, ეს არის როგორც ზეთი და ძმარი, ერთმანეთს კარგად ვერ ეწყობიან აშკარა მიზეზების გამო. მაგრამ ვნახოთ, მომიწევს თუ არა იქ ყოფნა. მირჩევნია არ ვიყო. მირჩევნია შეხვედრა ჰქონდეთ და ვნახოთ, რის გაკეთებას შეძლებენ. ამასობაში ისინი განაგრძობენ ბრძოლას და ადამიანების ხოცვას, რაც დიდი სისულელია, რადგან ახლა კვირაში 7000 ადამიანს კარგავენ. დაფიქრდით, კვირაში საშუალოდ 7000 ადამიანს კარგავენ, ძირითადად ჯარისკაცებს. ასე რომ გვინდა ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ამის შეჩერება. მე 7 ომი შევაჩერე. მეგონა ეს საშუალო სირთულის იქნებოდა და ეს ყველაზე რთული აღმოჩნდა. მე ვფიქრობ, რომ ორ კვირაში მეწოდინება რუსეთის დამოკიდებულება, ასევე უკრაინის, შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, დავაწესოთ თუ არა მასიური სანქციები, მასიური ტარიფები ან ორივე ერთად, ან საერთოდ არაფერი გავაკეთოთ და ვთქვათ, ეს თქვენი ომია. სამშვიდობო გეგმის მოუდინში უკრაინაში აფეთქებების ხმა არ წყდება, ფრონტის ხაზზე შეტაკებები გრძელდება. ღამით აგრესორმა კრამატორსკი დაბომბა. დიდი ზიანი მიადგა თავად რუსეთსაც. უკრაინული დრონების დარტყმის შედეგად კრემლმა შესაძლოა რამდენიმე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაკარგოს. მედიის ინფორმაციით, უკრაინული დრონების თავდასხმა შესაძლოა საწვავის ბაზრისთვის უპრეცედენტო შედეგები გამოიწვიოს. რაც შეეხება საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება. ოპოზიციაში კი დაპირისპირება ყოველდღიურად მწვავდება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ლელომ და გახარიას გუნდებმა თბილისის მერობის ერთობლივი კანდიდატი დაასახელეს. გახარია ხაზარაძის ალიანსი აპოლიტიკურ კანდიდატზე ვერ შეჯერდა, თუმცა საარჩევნო მარათონში ჩაერთო. სწორედ ამიტომ ყოფილი და მოქმედი ნაციონალები არჩევნებში მონაწილეობისთვის უკვე ყოფილ პარტნიორებს წვავედ აკრიტიკებენ. მართო გუნდში კი აცხადებენ, რომ მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნებიან ქართული ოცნების კანდიდატების კონკურენტები, რადგან სახელისუფლებო პარტია მურიგ გამარჯვებაში დარწმუნებულია. როდესაც ოპოზიციური ამომრჩევლის მინიმუმ 70-75% ამბობს და იზიარებს ამ პოზიციას, რომ 4 ოქტომბრის ეგრეთ წოდებული არჩევნები არის ფარსი და არ აპირებს საარჩევნო უბანთან მისვლას, იქ უკვე კანდიდატების გარჩევას აზრიც არ აქვს. საერთოდ არ შევარ შეფასების პროცესში. ოპოზიციონერ ბოიკოტის კოლეგებს ვურჩევდი, რომ პირველ რიგში მათ გვითხრან, რას აპირებენ ბოიკოტის ფარგლებში, არ ინერვიულონ, ნუ ინერვიულობენ ჩვენზე, შეუძლიათ დამშვიდდნენ. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ გვერდზე გადაგვედო პარტიული ინტერესი და საერთო ინტერესი, რაც არის ამ ქვეყნისთვის მინიმალური შანსი მაინც შევინარჩუნოთ ევროპული მომავლის, ჩვენ ეს დავაყენეთ ყველაზე მაღლა. ერთადერთი მოვლენების განვითარებას შეგვიძლია ველოდოთ. ეს არის 64 მუნიციპალიტეტში დამაჯერებელი გამარჯვება ქართული ოცნების. არის უსუსტესი რადიკალური ოპოზიცია, მათ მიერ წამოყენებული კანდიდატების, ასე ვთქვათ, ვინაობის გაცნობის შემდეგ კიდევ ერთხელ დარწმუნდა საზოგადოება, რომ არანაირი აბსოლუტურად შანსი რადიკალებს არ გააჩნიათ ჩვენს ქვეყანაში.
ჩვენ ხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია საერთოდ აღარ მუშაობს, ანუ საშტაბო მუშაობას გულისხმობ და არც ველზე არ მუშაობენ, თავიდან ბოლომდე არიან დამოკიდებულები იმ მესიჯებზე, რა მესიჯებიც მოდის მათი გარეუფროსების მხრიდან, ხო? ამ შემთხვევაში გულისხმობთ კონკრეტულ ევრობიუროკრატებს, რომლებიც თავიდან ბოლომდე არიან არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გავლენის ქვეშ. რა თქმა უნდა, ჩვენ მათი დღის წესრიგი საერთოდ არ გვაინტერესებს. ჩვენ ვემზადებით იმგვარად, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ როგორც მერის არჩევნებში, ასევე საკრებულოს არჩევნებში. თბილისში, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი არის ის, რომ ჩვენ პირველივე ტურში მოვიგოთ მერის არჩევნები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეყრდნობა რეალობას, ეს ყველაფერი ეყრდნობა კონკრეტულ კვლევებს, რომელსაც ჩვენ ვატარებთ და ეს ყველაფერი ეყრდნობა იმ განწყობას, რა განწყობაც არის საზოგადოებაში. ვინაიდან წინა არჩევნებიდან მოყოლებული, სადაც ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა ჩვენი მოსახლეობის და 54% ავიღეთ, მას მერე კიდევ გაიზარდა უფრო ჩვენი მომხრეების რაოდენობა და შემცირდა რადიკალური ოპოზიციის მომხრეების რაოდენობა და ეს ყველაფერი გამოიწვია რამდენიმე მიზეზმა. ჩვენი საზოგადოება დარწმუნდა იმაში, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა იყო უალტერნატივო. ხელკვალზე გახსნილი დანაშაული შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ კვლევების ბრალდებით წარსულში ნასამართლები პირი დააკავეს. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით ამბრუნლაურის რაიონის სოფელ ქედისუბანში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე პირს პლაგვის აგნით სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენა. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეუღლის განზრახ კვლევების ბრალდებით თბილისში 25 წლის ახალგაზრდა დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დანაშაულიც ხელკვალზე გახსნეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საცხოვრებელ ბინაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღით დანა ნივთმტკიცება ამოიღო. დანაშაული კი 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ჯანმრთელობის დაზიანების, მუქარის, სალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარების ფაქტებზე ორი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ 2007 წელს დაბადებულ პირს, ხოლო ამავე დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ 2008 წელს დაბადებულს და მისი მისამართით გაისროლეს, რა დროსაც გასროლილი ვაზნის დეტალით იქვე მყოფმა სხვა პირმა სახის არეში დაზიანება მიიღო. დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აჭარის პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ზებნილი პირი დააკავა. დაკავებული უკრაინის მოქალაქეა. ის გერმანიისა და პოლონეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელობისა და მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით იძებნებოდა. ბრალდებულმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთა, სანამ მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა. ამჟამად კანონით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა მინისტრმა შიდა ქართლის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა. გეკა გელაძე პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა და მათგან დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. შეხვედრისას მინისტრმა უწყების პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა და თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. გეკა გელაძე შიდა ქართლის რეგიონში სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია. ჩეხება უცხოეთის სიახლეებს ომი გრძელდება ახლო აღმოსავლეთშიც. პალესტინური მხარის ინფორმაციით ისრაელმა საჰაერო იერიში მიიტანა ქალაქ დეირ ალ-ბალახზე. აფეთქებას ძლიერი ხანძარი მოჰყვა. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებია. ისრაელმა კი ღაზის აღების გეგმა რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა. ტრაგიკული შემთხვევა ნიუ-იორკში ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 10-ობით კი დაშავდა. მედიის ცნობით, ტურისტული ავტობუსი ნიაგარის ჩანჩქერიდან ნიუ-იორკისკენ მიმავალ გზაზე ჯენესის ოლქში გადაბრუნდა. სატრანსპორტო საშუალებაში 54 მგზავრი იმყოფებოდა. მათი ნაწილი ავტობუსიდან გადმოვარდა, ნაწილი კი გადატრიალებულ ტრანსპორტში რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ. ბლოკირებულები 24 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
ჰავაიზე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი კილაუე ისევ ამოიფრქვა. ინფორმაციას და ვიდეო მასალას ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ლავა 30 მეტრის სიმაღლეზე ჰაერში ამოიფრქვა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით კი მოსახლეობა საფრთხე არ ემუქრება. დავბრუნდეთ საქართველოში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ერთად სამედიცინო ცენტრ დიომედის ხობისა და სენაკის ფილიალებს ესტუმრა. მიზანი დევნილთა პოლიკლინიკებში არსებული მდგომარეობის გაცნობა. მთავრობის თავმჯდომარემ სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში მდებარე სამედიცინო დაწესებულებების ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა. ჩვენი ვიზიტი ემსახურება იმ პრობლემების და გამოწვევების დადგენას, რაც სამომავლოდ უნდა შევისწავლოთ და მოვახდინოთ რეაგირება. მე მინდა აქვე მადლობა უთხრა ყველა მედიკოსს, ვინც წლების მანძილზე ემსახურებიან დევნილებს, უწევენ მათ სამედიცინო მომსახურებას. ჩვენი პრიორიტეტია პოლიკლინიკების ინფრასტრუქტურის განვითარება და თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობით ზრუნველყოფა. ასევე უმნიშვნელოვანესია სამედიცინო პერსონალის გადამზადება, რათა ჩვენ დევნილ მოსახლეობას წვდომა ჰქონდეს თანამედროვე სრულყოფილ სამედიცინო სერვისებზე. სენაკის მუნიციპალიტეტი და აფხაზეთის მთავრობა მუდამ არიან კოორდინირებულ თანამშრომლობაში. ამ ეტაპზეც სენაკის მუნიციპალიტეტი მზადა დახმარება გაუწიოს აფხაზეთის მთავრობას რეაბილიტაციაში. ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს გორში ხელის ტრაქტორები გადაეცათ. ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკა შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებმა 18-მა, ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით 80-მდე პირმა მიიღო. დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვით დასაქმების ხელშეწყობისთვის სხვადასხვა ტიპის ტექნიკა და ინვენტარი ყოველწლიურად 200-მდე მიგრანტს გადაეცემა. მნიშვნელოვანია რეგიონებში განსაკუთრებით ამ პროექტების განხორციელება. ჩვენ ახლა დღეს 80-მდე ამგვარი აგრეგატი უნდა გადავცეთ მიგრანტებს, ვინდა ბიუჯეტის გავზარდოთ და ადამიანებს ხელი შეუწყოთ იმისთვის, რომ ისინი რაც შეიძლება სწრაფად ინტეგრირდნენ საზოგადოებაში, შემოსავალი გაიზარდოს ამ ადამიანების, რაც თავარია, დასაქმდნენ ისინი. ამ პროგრამის არსებობის შესახებ გავიგე დაბრუნებისთანავე. მივაკითხე შესაბამის მისამართზე, გავიარე რეგისტრაცია, მივიღე მონაწილეობა და დღესდღეობით ვარ ამ პროგრამის გამარჯვებული. მოვითხოვე შესაბამისი ნივთები, რაც მე მჭირდება უკეთესი ჩემი მომავლისთვის. მსუბუქი უფრო შევისუბუქო ჩემი ცხოვრება, გავიადვილო უფრო ჩემი შრომა. ძალიან კმაყოფილი ვარ, მინდა მადლობა გითხრათ, უთხრათ ჩვენ ქვეყანას. კახეთის რეგიონში საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. განიხილეს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტები. საწყის ეტაპზე კახეთის რეგიონში 32 საბავშვო ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია დაიწყო. ამ დროისთვის დასრულებულია 7 საბავშვო ბაღის მშენებლობა რეაბილიტაცია. განხილვის თემა იყო ბაღების მშენებლობა, რეაბილიტაცია, ასევე სპორტული ინფრასტრუქტურის. იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა, პრინციპში გავცვალეთ ჩვენი მოსაზრებები, როგორც მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით, ასევე სამომავლო პროექტებთან დაკავშირებით. საკმაოდ მასშტაბური ეს პროექტები, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს კახეთის რეგიონში, როგორც სხვა რეგიონებში. 32 ბაღიდან 7 დასრულებული არის. ნაწილი ზოგი არის აღჭურვილი, ზოგი აღჭურვას ელოდება და ალბათ უკვე შემოდგომიდან ბავშვებსაც მიიღებენ. კახეთის რეგიონში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სააღზრდელო დაწესებულებების რეაბილიტაცია მშენებლობის პროცესი. კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოვინახულეთ საბავშვო ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციის პროცესი. აღსანიშნავია, რომ მომდევნო სასწავლო წლისთვის ჩვენს პატარებს საშუალება ექნებათ რომ განათლება მიიღონ კომფორტული და უსაფრთხო გარემოში. თითოეული ახლად რეაბილიტირებული და აშენებული საბავშვო ბაღი სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. ახმეტის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების პროექტებს, რომელიც მოიცავს მატნის ნომერ 3 საბავშვო ბაღის და ყვარელწყლის საბავშვო ბაღის მშენებლობას და აღჭურვას, ასევე ამასთან ერთად ხორციელდება ზემოალნის
მეორე საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია, რომელიც პროექტზეც ახლა ჩვენ ვიმყოფებით და წელს უკვე ეს საბავშვო ბაღი შევა ექსპლუატაციაში. საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის სხვადასხვა პროექტი აქტიურად მიმდინარეობს მარნეულის მუნიციპალიტეტშიც, მათ შორის არის ქალაქ მარნეულის შემოვლითი და სოფელ სარალში შიდაგზის მოწყობის სამუშაოები. ორივე პროექტით ჯამში 6 კილომეტრამდე თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი გზა მოეწყობა, რომელიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესებს გადაადგილების პროცესს. გარდა ამისა, 26 მაისის ქუჩაზე აქტიურად მიმდინარეობს საფეხმავლო ბილიკების მოწყობის სამუშაოები. ქვემო ქართლის რეგიონში 7-ვე მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მარნეულის შემოვლითი გზის გაკეთება, რომელიც არის დაახლოებით 3 კილომეტრი და 400. ეს გზა განტვირთავს ქალაქს საცობებისგან, მნიშვნელოვანია ძალიან მოსახლეობისთვის, გადაადგილებისთვის. ასევე ქვემო სარალში მიმდინარეობს შიდაგზების მოწყობა. დღეს ჩვენ ვიმყოფებოდით ქალაქ მარნეულში 26 მაისის ქუჩაზე, სადაც ეწყობა საფეხმავლო ბილიკები გზის ორივე მხარეს, მარნეულის ცენტრალური მოედნიდან ძეგლი მონუმენტი კიდევაც დაიზრდებიანამდე. ორივე მხარე ბილიკის დაახლოებით ჯამური კილომეტრაჟი არის 4 კილომეტრი. რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, გადავწყვეტეთ, რომ ქალაქის შემოვლითი გზა მოვაწყოთ, რომელიც დააკავშირებს ორ შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზას, ეს არის მარნეული-ლომთაგორა და მარნეული-აზგენ-თაზაგენდის გზას. იქნება მაგისტრალური გზა, მოეწყობა 6 მეტრის სიგანის ორფენიანი ასფალტობეტონის გზა. თბილისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა არტისტერიუმი 2025 გაიხსნა. გამოფენა, რომელიც 29 აგვისტომდე გაგრძელდება, ქართველი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრებს აერთიანებს, ასევე საგანმანათლებლო და კულტურულ პროგრამებს. პროექტის მხარდამჭერია შემოქმედებითი საქართველო და თბილისის მერია. მიზანი კი თანამედროვე ქართული ხელოვნების პოპულარიზაცია და ახალი კულტურული პლატფორმის შექმნა. გაიხსნა მე-18 არტისტერიუმი, რომელიც წარმოადგენს ქართველ, ჰოლანდიელ, თურქ და კორეელ მხატვრებს, ასევე ჩვენ გვყავს შვეიცარიელი მხატვრები, მხატვარი ირლანდიიდან და იაპონიიდან. ეს გამოფენა საინტერესოა იმით, რომ ეს წარმოადგენს აი ამ ქვეყნების სხვადასხვა თაობის მხატვრებს და აჩვენებს იმ მხატვრულ აზროვნებას, იმ სიტუაციას, რომლებიც ამ ქვეყნებშია. გამოფენა გაგრძელდება 29 აგვისტოს ჩათვლით. პირველად ამ სივრცეში დიდი ხნის წინ მოხვდი. შემდგომში კი თურქეთიდან ერთი ხელოვანი მოვიწვიე. ახლა კი მიმდინარე პროექტში უკვე 8 თურქი და 1 ირანელი ხელოვანია ჩართული. წარმოდგენილია სხვადასხვა ნამუშევრები. აქ იქნება ერთგვარი ვიზუალური დიალოგი, სადაც ერთმანეთს ხვდება მრავალფეროვანი შემოქმედებითი ენები და გამოცდილება. გურული გემოები და გასტრონომიული ფესტივალი შეკვეთილში. გემოფესტი, რომელიც გურიაში პირველად ტარდება, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება. მასში ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებიდან 13 მზარეული მონაწილეობს. ბოლოს სამუშაოები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და მისმა მოადგილემ გურის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად დაათვალიერეს. გურიაში გემოფესტმა ნამდვილად გაგვაოცა, სიურპრიზებით არის ახსავსე და განსაკუთრებული გემოების, გურული გემოების თამაში იქნება. შესაბამისად, 2 დღის განმავლობაში დღეს და ხვალ გელოდებით მუსიკოსთა პარკში შეკვეთილში გურული გემოების დასაგემოვნებლად. მე წარმოვადგენ კერძ კალმახს გრილზე შემწვარს, ასევე მექნება გურულ აჯიკაზე დამზადებული ჭადი კეჟერას მხალთან და აქ ჩამოსულ სტუმარს დახვდება გურული კრიმანჭული გემოები. ძალიან საინტერესოა უცხოელებისთვის, რომ ერთ ჩამოვიდა გურიაში სიტყვაზე, ხო, და აქვე არის მთა, აქვე არის ზღვა, აქვე არის ჯანსაღი პროდუქტი. ძალიან მიხარია, რომ შიდა ტურიზმმა ცოტა ფეხი მოიკიდა, უფრო გაძლიერდა. ყავდა სხვადასხვა ქვეყნისგან ჩამოვიდა სტუმრები, იყვნენ პოლონეთიდან, გერმანიიდან, დღეს ჩინელებიც ყავდა. ზაფხულის პერიოდში საკმაოდ დატვირთულები ვართ, ჩვენ სტუმრებს თავაზობთ კომფორტულ, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს, ორიენტირდებით ძირითადად ოჯახებზე. ჩვენი ძირითადი мотиваცია კი გახლავთ ის, რომ ყოველწლიურად სტუმრები ბრუნდებიან ამ სასტუმროში და ზაფხული ასოცირდება მათთვის მირაჟთან. დღეს გურიაში პირველად იმართება გემოფესტი, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია. ყველას გელოდებით დღეს 4 საათზე შეკვეთილში მუსიკოსთა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საგრანტო პროგრამაში გამარჯვებულ სტუდენტებს შეხვდა სულხან თამაზაშვილმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობის პრიორიტეტია რეგიონში ახალგაზრდებმა ხარისხიანი განათლება მიიღონ. პროგრამა აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიერ ხორციელდება და წარჩინებული სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებას ითვალისწინებს. მიმდინარე წელს საგრანტო პროგრამის ფარგლებში 100-ზე მეტი სტუდენტი დაფინანსდება. 2025 წელს 100 მეტი სტუდენტი შეძლებს საზღვარგარეთ სწავლას. ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ერთი მხრივ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა მიიღოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება, ხოლო მეორე მხრივ სტუდენტი ეზიარება საერთაშორისო გამოცდილებას და პრაქტიკას. საერთო ჯამში ჩვენი სტუდენტები დაგროვებულ ცოდნას და გამოცდილებას მოახმარენ სწორედ ჩვენი ქვეყნის განვითარებას. აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ყოველთვის კარგად ნაცნობი პროგრამა სწავლა საზღვარგარეთ მონაწილეობა მასში ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო და ძალიან მიხარია, რომ გამარჯვებულებს შორის ერთ-ერთი ვარ მეც და საშუალება მეძლევა, რომ პორტუგალიის დედაქალაქში ლისაბონში გავაგრძელო სწავლა ევროპის უნივერსიტეტის იადეს ფაკულტეტზე, დიზაინსა და ვიზუალური კულტურის სამაგისტრო პროგრამაზე. ვფიქრობ, რომ საქართველოში და განსაკუთრებით ჩემს რეგიონში ახალგაზრდა ნიჭიერი ადამიანების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ლევან გაჩეჩილაძე უკანასკნელ გზაზე გააცილეს. ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. იქამდე კი სიონის საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა, სადაც საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი გუნდის ლიდერები იმყოფებოდნენ. ლევან გაჩეჩილაძე 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბიზნესმენი და პოლიტიკოსი მე-5 და მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. არჩეული იყო მე-7 მოწვევის პარლამენტშიც. იყო ოპოზიციის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე 2008 წლის არჩევნებზე. უსამძიმრებ ლევან გაჩეჩილაძის ოჯახს, ის მისი ღვაწლი ნამდვილად შეუფასებელია, ის ძალიან მძიმე დროს ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც იყო ძალიან დიდი შიშის სინდრომი თელს ქვეყანაში სააკაშვილის სადისტური რეჟიმის არაადამიანური ქცევიდან გამომდინარე, მან გაბედა და ხმა იმაღლა რეჟიმის წინააღმდეგ. შესაბამისად ჩვენ სწორედ უნდა შევაფასოთ ასეთი პატრიოტი ადამიანების ღვაწლი და ბუნებრივია ეს არის დანაკარგი ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა მიუსამძიმრო ოჯახს, შვილებს, მეუღლეს, ახლობლებს. ლევანს ძალიან დიდი წრე ყავდა მოყვარული ადამიანების, იმიტომ რომ თვითონ იყო ძალიან კეთილშობილი, პატიოსანი და ადამიანების მოყვარული, თავისი სამშობლოს მოყვარული კაცი, რომელმაც თანამედროვე საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში ნამდვილად დატოვა მაგალითი, როგორ შეიძლება იბრძოლოს სიმართლისთვის, იბრძოლო რეჟიმის წინააღმდეგ და ეს ბრძოლა მოიგო. რეალურად ლევანმა ეს ბრძოლა მოიგო, მან გაიმარჯვა არჩევნებში, საპრეზიდენტო არჩევნებში 2008 წელს. შემდეგ მოვლენები ვიცით, როგორც განვითარდა სამწუხაროდ. თუმცა ის თავდადების მაგალითი, რომელიც ლევანმა აჩვენა ჩვენს მომავალ თაობას, მე დარწმუნებული ვარ, რომ დარჩება საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ნათელ მაგალითად. კეთილშობილი კაცის პატრიოტიზმის მაგალითად. ლევანი იყო ერთ სიტყვას ვიტყვით ძვირფასი ადამიანი. შემკული ყველანაირი არაჩვეულებრივი თვისებით იყო ნიჭიერესი კაცი, პატრიოტი, მართლა გულმხურვალე პატრიოტი, რასაც ქვია. და ძალიან გულწრფელად აკეთებდა ყველაფერი მას და მე მგონი, რომ ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენთვის, მთელი საზოგადოებისთვის. კურიერი პირდაპირ ეთერში დაბრუნდება 6 საათზე, იქამდე კი დღის ყველა სიახლეს გაიცანით რუსთავი ორიჯიზე. დროებით.